უკვე 1 საათზე მეტია, რაც ემიგრანტი ქალი ნატა ვიბლიანი გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. დღეს უნდა დასრულდეს მამის გარდაცვალების ეპიზოდი. ნატა ვიბლიანს აქვს კითხვები მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით ამ დრომდე ბუნდოვანია. მამა გარდაიცვალა, ეს იყო თვითმკვლელობა თუ განზრახ მკვლელობა. შესაბამისად, დღეს ეს ეპიზოდი დასრულდება. ამის შემდეგ უკვე გამომძიებლები გამოკითხავენ ვიბლიანს იმ მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას თავად ვიბლიანმა მოუყვა. საქმე ეხება გაუპატიურებას, სექსუალურ ძალადობას, როგორც ვიბლიანი განმარტავს, მას სექსუალურად ძალადობდნენ იმ დროს, როდესაც ის იყო 9 წლის, ამის შემდეგ უკვე ხდებოდა მასზე იარაღით მუქარა. სწორედ ამ მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით უნდა მიაწოდოს დღეს გამოძიებას დეტალურად ინფორმაცია ვიბლიანმა. ამასთან ერთად უფლებადამცველი განმარტავს, რომ ის დაასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინც ამ მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ. ამავდროულად ნატა ვიბლიანს აინტერესებს კიდევ ერთი საკითხი, მისი შვილის ადგილსამყოფელი. ვიბლიანს აქვს ეჭვი, რომ მისი შვილი დაბადებისთანავე მოკლეს, სწორედ ამიტომ ეს გარემოება მისთვის არის ბუნდოვანი. ახლა ყველა დეტალს ნატა ვიბლიანი გამომძიებლებს მიაწვდის, სწორედ ამის შემდეგ უნდა დადგინდეს ყველა ის ფაქტი, რა ეჭვებიც ნატა ვიბლიანს აქვს. დღეს გავაგრძელებთ მის გამოკითხვას. ესე კონკრეტულად არ შემიძლია გითხრათ, რაზე ისაუბრებს და რაზე არ ისაუბრებს. დღეს გვაქვს მთელი დღე გამოყოფილი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ დროს იმისთვის, რომ ყველა დეტალი მის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები განვიხილოთ, მოუყვეს მან გამოძიებას და სახელებს, კონკრეტულად სახელებს და გვარებს, ვის მიმართაც უნდა იწარმოოს გამოძიება და შემდგომ მართლმსაჯულების განხორციელების ნაწილში საგამოძიებო ორგანოს ხელი შევუწყოთ ამ კუთხით. შვილთან დაკავშირებით ნატას აინტერესებს საერთოდ რა მოხდა? ცოცხალია, გარდაცვლილია, მოკლულია, ძალიან ბევრი კითხვა აქვს მას ამასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ არის გარკვეული, მამა თვითმკვლელობამდე არის მიყვანილი თუ მოკლულია და ბუნებრივია ამ თემასთან დაკავშირებითაც გვაქვს შეკითხვები. ნატა ვიბლიანის საქმეზე უკვე გამოკითხულია 30 ადამიანი. დღეს კი თავად დაზარალებული ქალი გამომძიებლებს მიაწვდის იმ სახელებს და გვარებს, ვინც ამ მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ. საღამოს 8 საათამდე სავარაუდოდ არ დასრულდება ნატა ვიბლიანის გამოკითხვა, რადგან ეს საქმე არის მოცულობითი და ქალმა დეტალურად უნდა უამბოს გამომძიებლებს ის მძიმე ისტორია, რომელიც მის ცხოვრებაში 9 წლის შემდეგ ხდებოდა.